გამარჯობა. ცოტა ხნის წინ საქართველოში დაფუძნდა სოციალ-დემოკრატიული მოძრაობა და ამ სიტყვაწყობამ ძალიან ბევრი უმსჯელობა გამოაცოცხლა ზოგადად სოციალიზმის წინააღმდეგ და ვფიქრობ მნიშვნელოვანია რომ საქართველოში ეს იდეოლოგია არსებობდეს და შეასრულოს ის ფუნქცია, რა ფუნქციასაც მსგავსი ტიპის მოძრაობები ასრულებენ ხოლმე დასავლეთის ქვეყნებში და სწორედ ამიტომ ვფიქრობ რამდენიმე უმსჯელობას მინდა გამოეხმაურო და ერთ-ერთი რაცაც ამ მოძრაობის წინააღმდეგ ამბობენ არის ის რომ ყველაფერი რაც სიტყვა სოციალ-დემოკრატიას მოიცავს გულისხმობს კომუნიზმს, გულისხმობს რუსეთს, საბჭოთა კავშირს და ასე შემდეგ და აქ მე იმის დაცვას არ დავიწყებ რომ უნდა მოგწონდეთ თუ არა ეს სოციალ-დემოკრატია როგორც ასეთი იდეოლოგია, უბრალოდ როდესაც მასში მსჯელობთ, მნიშვნელოვანია რომ ასე არ ვიმსჯელოთ როგორც აღწერე. და ამისთვის ვფიქრობ ძალიან კარგი წიგნი არის რიჩარდ პაიპსის კომუნიზმი, რომელიც შარშან თარგმნე და გამოვეცით, ქართულ ენაზე არსებობს და მის შესავალში პაიპსი გთავაზობს გარკვეულ ჩაშლას იმისას თუ რას გულისხმობთ როცა კომუნიზმზე საუბრობთ და ის გამოყოფს ერთ და იგივე სიტყვის კომუნიზმის სამ ასპექტს, ეს არის მისი იდეალი, ეს არის მისი პროგრამა და ეს არის მისი რეჟიმი. ანუ ერთ და იგივე სიტყვამ სამ რაღაცას მოიცავს, რომელიც არის სამი განსხვავებული ფენომენი. და ხშირად ამ რაღაცებს რახან ურევენ, იმიტომ არსებობს ცრუ წარმოდგენები ამა თუ იმ ტერმინებთან დაკავშირებით. რას ნიშნავს კომუნიზმის იდეალი? ეს არის უბრალოდ თანასწორობა, პროგრამა, ეს არის თუ როგორ უნდა იქნას მიღწეული ეს თანასწორობა და პროგრამა არის ამ შემთხვევაში მარქსის ნაშრომები და არსებობს რეჟიმი, კომუნიზმი, რომელიც უკვე არის განხორციელება იმ პროგრამისა, რომელიც მარქსმა დაწერა და ჩვენ შემთხვევაში ეს არის თვალყურით საბჭოთა კავშირი ან ვენესუელა, ნებისმიერი სხვა ამ იდეოლოგიით მართული სახელმწიფო და რატომღაც კი არა და გასაგები მიზეზის გამო ვინაიდან ტერმინი არის ერთი და იგივე ადამიანები ხშირად ვერ მიჯნავენ თუ რაზე საუბრობენ როცა სიტყვა კომუნიზმს ახსენებენ. მაგრამ ეს ძირეულად არასწორი არის, იმიტომ რომ მაგალითად ჩვენ შეიძლება ამოვიკითხოთ კომუნისტური იდეები, როგორც პაიპსი ამბობს თქვათ პლატონთან ან თანასწორობის იდეა რაღაცა პლატონთან ან თქვათ არსებობდნენ პრემარქსელი მარქსისტი უტოპისტები ასე ვთქვათ, რომლებიც ასევე წერდნენ იდეალურ სახელმწიფოში, თანასწორობას და ასე შემდეგ, მაგრამ ისინი ამას განიხილავდნენ სულთა იდეალისტურად და არ ჰქონდათ პრეტენზია, რომ ეს იქნებოდა რაღაცა განხორციელებადი რეჟიმი. შესაბამისად, ჩვენ შეგვიძლია ვიმსჯელოთ იდეალზე, თანასწორობაზე, იმის გარეშე, რომ პარალელურად ან მარქსი მოვიწონოთ, ან მაგალითად საბჭოთა კავშირი მოგწონდეს როგორც რეჟიმი. და ზუსტად იგივენაირად ჩვენ აბსოლუტურად თავისუფლად შეგვიძლია ვაკრიტიკოთ საბჭოთა კავშირი იმის გარეშე რომ ვაკრიტიკოთ კომუნიზმი როგორც ასეთი, იმიტომ რომ ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ რომ ეს იყო რეჟიმი, კონკრეტული რაღაც განხორციელება, სტალინიზმი ან ლენინიზმი, რომელსაც შეიძლება საფუძვლად კი ედო კომუნისტური, ვთქვათ მარქსისტული რაღაცა პროგრამის განხორციელების მცდელობა იყო ეს, თუმცა ის არ განასახიერებს ერთ-ერთში კომუნიზმს როგორც იდეალს. ანალოგიურად ჩვენ ნებისმიერ ტერმინს შეგვიძლია განვიხილოთ, მაგალითად რაც რელიგია რო წარმოვიდგინოთ, ჩვენ შეგვიძლია ვაკრიტიკოთ ეკლესია როგორც კონკრეტული განხორციელებული რეჟიმი, ან რაღაცა წესების ერთობლიობა, რომელსაც ეს ორგანიზაცია ახორციელებს, მაგრამ ამავდროულად მაგალითად მოგწონდეს ან სიმპათიზირებდეთ ან ახალ აღთქმას, ან ვთქვათ იმ იდეალს, რომელსაც ეს რელიგია წარმოადგენს, ხო? ამიტომ არ უნდა აგვერიოს ერთმანეთში ეს სამი რაღაცა, იმიტომ რომ გვიშლის შემდეგ უკვე ამ ტერმინებით ოპერირებას. დღევანდელ საქართველოში სოციალიზმის მიმართ ეს ნეგატიური შლეიფი ერთგვარი არსებობს, იმიტომ რომ ყველაფერი რაც მსგავს, ვთქვათ, იდეოლოგიისთვის დამახასიათებელ რაღაც პოლიტიკებს ეხება, ყველაფერი ავტომატურად აღიქმება როგორც კომუნიზმი. და როგორც საბჭოთა კავშირი. და ეს არ არის ჩვენთვის მხოლოდ დამახასიათებელი, თუ გახსოვთ თქვათ ობამას პოლიტიკა, ობამა ქეარი და სხვა, ის რაც გულისხმობდა სოციალურ უზრუნველყოფას, დაცვას, სამედიცინო დაზღვევას და ასე შემდეგ, ამერიკაშიც აღიქმებოდა როგორც კომუნიზმი და ესეც არასწორი არის, იმიტომ რომ მხოლოდ იმიტომ რომ საბჭოთა კავშირში არსებობდა რაღაცა პოლიტიკები, მათი გამეორება ან აღმოჩენა სხვა საზოგადოებაში ავტომატურად არ ნიშნავს, რომ ეს საზოგადოება იმეორებს საბჭოთა კავშირს, შეიძლება უბრალოდ ნიშნავდეს, რომ უბრალოდ პროგრამულად ემთხვევა მსგავს იდეალებს
რომელიც საბჭოთა კავშირსაც ჰქონდა. შესაბამისად, როდესაც საქართველოს ჩვენ საუბრობთ მაგალითად უთანასწორობის საკითხზე, როცა საუბრობთ ჯანდაცვაზე, როცა საუბრობთ სოციალურ შემწეობაზე და ასე შემდეგ, შეუძლებელია არის რომ რაღაცნაირად არ ვიმსჯელოთ სოციალისტური ტერმინოლოგიით, იმიტომ რომ ეს იდეოლოგია გვაძლევს აპარატს ამისთვის და როცა ვაკრიტიკებთ მაგალითად რაღაც კაპიტალიზმისთვის დამახასიათებელ მანკიერებებს, ეს იდეოლოგია არის, რომელიც კარგად აფორმულირებს ამ კრიტიკის აპარატს და მარტო იმიტომ რომ საბჭოთა კავშირი ჩვენ დავაკავშირეთ და საბჭოთა კავშირი იყო თითქოს განხორციელება კომუნისტური იდეალების არ ნიშნავს რომ ჩვენ ამ იდეალებზე უარი უნდა ვთქვათ. უფრო უპრიანი იქნებოდა გავიაზროთ რომ სინამდვილეში მაგალითად სოციალ-დემოკრატია დღეს დასავლური ევროპული ქვეყნებისთვის უცხო კი არა პირიქით, წარმმართველი იდეოლოგიაა და თუ ჩვენ რამე მოგწონს, თქვათ დასავლეთში არის ზუსტად ის სინთეზი და კომბინაცია, რომელიც ამ იდეოლოგიებმა, კაპიტალიზმმა და სოციალურმა დემოკრატიამ, ან სოციალიზმმა განიცადეს მე-20 საუკუნის, განსაკუთრებით მეორე ნახევრის შემდეგ და პრინციპში თუ თქვენ ფიქრობთ, რომ დასავლეთში ადამიანი არის დაცული, რომ ღირსება მისი დაცული არის, რომ არავინ არ კვდება უსახლკაროდ და არავინ რაღაცა საკვების გარეშე არ არის დარჩენილი და სახელმწიფო ზრუნავს მათზე, მაშინ თქვენ იძულებული უნდა იყოთ, რომ დასავლეთიც აღწეროთ როგორც კომუნისტური, რაც არასწორი იქნებოდა. ამიტომ კარგად გააზრება, ისევ ამბობ, მე ჩემი ამოცანა არ არის, რომ რომელიმე იდეოლოგიის რაღაცა ის გავაკეთო, პოპულარიზაცია, უბრალოდ თუ დააპირებთ სოციალ-დემოკრატიის კრიტიკას, სჯობს გავიაზროთ, რომ ეს უფრო დასავლური ფენომენი არის დღეს, ამ ფორმით რომლითაც არის, ვიდრე საბჭოთა რუსული და ამიტომაც ის ხალხი, რომელიც მაგალითად დღეს საქართველოს სოციალ-დემოკრატიულ იდეებს იზიარებს, მე ყველას არ ვიცნობ, მაგრამ მათი დიდი უმრავლესობა ინსპირაციას სწორედ დასავლეთში იღებს და არა რუსეთში. ამიტომ მათ მიმართ გამოთქმული წინა რაღაცა ისინი, ხო? ეპიტეტები, რომ ისინი არიან რუსები, ან ისინი არიან, თქვათ, კომუნისტები, ან ისინი არიან საბჭოთა კავშირის გამგზელებლები, უბრალოდ არასწორი არის ტექნიკურად, იმიტომ რომ უბრალოდ როგორც აღწერეთ, ეს ტერმინები ერთმანეთისგან იმიჯნება და რაც უფრო მალე მოახდენთ ამ რაღაც განსხვავების აღმოჩენას და ამ განსხვავების დაფიქსირებას, მით უფრო გაგვიადვილდება მართლა იდეოლოგიურ საფუძველზე ერთმანეთთან კამათი და არა რაღაცა უმსჯელობებით, რომელიც უბრალოდ წინ ვერ წაგწევს და უბრალოდ დაპირისპირების მეც არაფერს არ მოიტანს ჩვენი პოლიტიკური დისკურსისთვის. მადლობა, დროებით.